ქართულმა ოცნებამ პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელს დღეს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა და მსჯავრდებული მედია მენეჯერი ეგრეთ წოდებული Deep State-ის დავალების შესრულებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ივანიშვილის პარტიის გაღიზიანება ამჯერად ამაღლობელისთვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემამ გამოიწვია. დღეს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების კომუნიკაციების ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა თქვა, რომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი ჯერ ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, შემდეგ კი დავალების შესრულება დაუფასეს და გმირად გამოაცხადეს. გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს და ამ ქმედებით ცილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცავს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგადოების, დაცინვას თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ. მეორე მხრივ, ჩაბდებული მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ზუსტად ისე, როგორც ბრიუსელის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, ერთი ცენტრიდან იმართება, ამ შემთხვევაში მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო შედეგად ხედავთ, რომ დაუფასეს დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი არც ნაკლები გმირად გამოგვიცხადეს. სწორედ ეს არის Deep State-ის ხელწერა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელი საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა, გუშინ გავრცელდა. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს 2 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის ცილის გაწვნის გამო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუხარისა ან ძალადობის მუხლით ცნო დამნაშავედ.